მოგესალმებით. დღეს ვისწავლით თუ როგორ ავტვირთოთ დავალება GitHub Classroom-ის გამოყენებით. პირველ რიგში შედით ჩვენი Discord-ის არხზე. იპოვეთ დავალების შესაბამისი პოსტი და დააკლიკეთ GitHub Classroom-ის ლინკს. გადახვალთ გვერდზე, სადაც უნდა დაადასტუროთ თქვენი ვინაობა. ანუ აირჩიეთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი, რადგან მენტორებისთვის ადვილი იყოს თქვენი იდენტიფიცირება. როგორც ვიცით, GitHub-ზე ზოგს გიორგი 555 უწერია. ზოგს მიატნი კამფეტი და რთულია ეგრე სტუდენტის იდენტიფიკაცია. იპოვეთ თქვენი სახელი სიაში და მონიშნეთ. შემდეგ დააჯირეთ ღილაკს Accept Assignment და დაელოდეთ. სისტემას ცოტა დრო დასჭირდება რეპოზიტორიის მოსამზადებლად. როგორც კი მზად იქნება, დააკლიკეთ გამოჩენილ ლინკს. ახლა უკვე თქვენს პირად რეპოზიტორიაში ხართ. აქ დაინახავთ რეპოზიტორიის შიგთავს, ანუ დავალებებს. დააჯირეთ მწვანე Relax Code და დააკოპირეთ მოცემული ბმული. ამის შემდეგ გადმოდით დესკტოპზე, გახსენით ტერმინალი და აუცილებლად დააკვირდით დირექტორიას, ანუ სად იმყოფებით კონკრეტულ მომენტში. ჩემს შემთხვევაში ეს დესკტოპია. ახლა აგრიფეთ კომანდი git clone და გამოტოვების შემდეგ ჩასვით დაკოპირებული ლინკი. თქვენ დაინახავთ ახლად შექმნილ საქაღალდს. გადმოათრიეთ და ჩააგდეთ VS Code-ში. გავსენის დავალების ფაილი და ყურადღებით წაიკითხეთ დავალების პირობა. შექმნით ახალი საქაღალდე, რომელსაც დაარქმევთ დავალების სახელს პლუს თქვენს სახელს და გვარს. სწორედ აქ შეასრულეთ თქვენი დავალება. შევქმნათ HTML ფაილი. შევასრულოთ დავალება და როდესაც მუშაობას დაასრულებთ, დროა გავიხსენოთ ჩვენი ჰაკერული ტერმინალის გახსნა კლავიატურის კომბინაციით. Ctrl + Backtick. ტერმინალში უწერთ შემდეგ ბრძანებებს. ჯერ ვწერთ git add, გამოტოვება და წერტილი. შემდეგ ვწერთ git commit-m. დაბრჭყალებში რაც შეიძლება დეტალურად ჩაწერეთ თუ რა ცვლილებები განახორციელეთ. და ბოლოს ვწერთ git push. გადავიდეთ GitHub-ზე და დავწუნდეთ, რომ ფაილი აიტვირთა. რაღაც დროის შემდეგ, რომელიც თქვენთვის საუკუნესავით გაიძელება, ლექტორები და მენტორები შეამოწმებენ თქვენს ნამუშევარს და კომენტარს დაგიტოვებენ, რაზეც პასუხის გაცემასაც შეძლებთ. აი ჩემო ძმა, აუცილებლად აწი გავითვალისწინე. როგორც კი ამ ნაბიჯებს გავივლით, მივხვდებით, რომ ჰაკერები ვართ და პენტაგონი უკვე გვეძებს. კარგად იყავით. წარმატებები.